თამთა და მარიამი წარმოწმებით შუადღე საათი არ ვიცი რომელია. 53 წუთია უკვე. მოკლედ ჩვენ ძვირფასო ერთგულო მაყურებელო საოცარი მუსიკალური ნომრით დავიწყეთ ეთერი. მოგესალმებით პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარია თბილისის საერთაშორისო გუნდი ბგერათა ფერი ობერტონი. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი. მადლობა კიდევ ერთხელ ბრავო. სტუმრები ჩვენი სტუმარი გახლავთ კონკრეტულად ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს კომპოზიტორი, დირიჟორი და მომღერალი ანასტასია ჯულაყიძე და პირველი კითხვა მაქვს მე ასეთი ვინ არ ხართ? ეს გითხარით თუ შეიძლება. მადლობა მოგზაურობისთვის. ეს ერთად ვითავსებთ ხოლმე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანასტასია დირიჟორიდან ასეთი ხმით ახლა ვაკვირდებოდი და პირველ რიგში უღრმესი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო თქვენ ასეთი შესრულებისათვის ნამდვილად შექმენით განწყობა. ანასტასია, საიდან დაიწყო ყველაფერი ამაზე რომ გვიამბო და ეს შემოქმედება გუნდი როგორ შეიკარეთ, იდეა საიდან გაჩნდა? ყველაფერი გვაინტერესებს. დიახ, ეს გზა ჩვენთვის საკმაოდ პირადული არის. 2000 წელს ქართულ სიმღერას მიენიჭა იუნესკოს აღიარება, სადაც ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი დამწყები ხასან ბეგურესი იყო სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელი რატი ჯულაყიძე. დღეს ის აბსოლუტურად ახალ ნაბიჯს გავს როგორც კომპოზიტორი და განსაკუთრებით აშემძლე არ გამოვყო და ძალიან ამაყი ვარ მისი საავტორო ბემოლ მესით. ეს არის ნაწარმოები, რომელიც თავიდან დაიწყო როგორც კირიე ელეისონ და შემდეგ დიდ მაესტრო ვაიგლესთან შეხვედრის შემდეგ სწორედ მან განაპირობა და უბიძგა მამას იმისკენ, რომ შექმნილიყო დიდი ფორმის მესა. ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და ჩვენ ვასრულებთ როგორც სასულიერო რეპერტუარს, ისევე კლასიკურ, პროფესიულ და აკადემიურ საგუნდო მუსიკას, ასევე როგორც ახლა მოისმინეთ ჩვენივე არანჟირებებს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩემი და მამას არანჟირება იყო Fly Me to the Moon და ქართულ საგუნდო ნაწარმოებებს. პროგრამის შედგენისას ვცდილობთ, რომ კონცერტში ორგანულად შეირწყას სხვადასხვა სტილით და ეპოქის ნაწარმოებები. მაგრამ რომ დაუბრუნდე მესას, რატომაც ვახსენე, მესა იყო განმაპირობებელი ჩვენი გუნდის შექმნისა. ეს არის სწორედ ის ნაწარმოები, რომლის ირგვლივაც ჩვენ გავერთიანდით ის იდეა, რომლის გარშემოც გუნდი ჩამოყალიბდა და ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზაქარია ფალიაშვილის მერე ეს არის ამ ჟანრის მხოლოდ მეორე ნიმუში ქართულ პროფესიულ მუსიკაში. კი ბატონო, ანასტასია გუნდზე საუბრობდი და აქვე მინდა კითხვა, იმიტომ რომ მაყურებელიც ალბათ გისმენდათ და შეამჩნია როგორ ერთიანობა და რაღაც საოცარი ძალა იგრძნობა თქვენს გუნდში და მე მაინტერესებს აი ამ შიდა ძალას რა ქმნის თქვენთან და როგორია თქვენი გუნდის ზოგადად სამუშაო პროცესი. როგორც სწორად აღნიშნეთ, ჩვენი გუნდის მთავარი ძალა ერთობაშია. ეს არის თბილისის საერთაშორისო გუნდის მუდმივი შემადგენლობა, თუმცა აქვე არის აღსანიშნავი, რომ ჩვენ გვიერთდებიან უცხოელი მომღერლებით და ძალიან განსაკუთრებული მოვლენა არის ხოლმე, როდესაც გასტროლებზე მივდივართ, ისინი თავის ქვეყნებიდან იქ აუცილებლად გვიერთდებიან. გუნდში მუშაობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ვზრდით და ამ ერთობას რაც მთავარია ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც მომღერლისთვის უკაცრავად, იმიტომ რომ ბევრი მომღერალი საერთოდ არ ფიქრობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება იყოს სიმღერასთან დაკავშირებული. რას გულისხმობთ? სწორი სუნთქვა და ფიზიკური გამძლეობა პირდაპირ აისახება ხმის ხარისხზე. ამიტომ ჩვენი მენტორები, ჩვენი ხელმძღვანელები ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკურად იყვნენ მზად იმისთვის, რომ მსმენელს შევთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის მუსიკალური ნომრი. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ალტო მარიამ, რომ ეს ფიზიკური გამძლეობა და ჯანმრთელობა ზოგადად სცენაზე დგომა ძალიან სჭირდება. ხო, მომღერალი იქნება თუ მსახიობი, აუცილებელია მისთვის ჯანმრთელობა და როგორც ანასტასიამ ჩვენმა ძვირფასმა ადამიანმა აღნიშნა, ფიზიკურ გამძლეობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მე ერთ-ერთი რამ მაინტერესებს თქვენ მართლა საოცარი რაღაცა ჰანგებით დაიწყო ჩვენი დღევანდელი ეთერი და საქართველოში თუ გქონიათ კონცერტები ყოფილა და აი რეპერტუარზე რო გითხრათ საქართველოში მაგალითად სხვანაირ რეპერტუარს არჩევთ თუ სხვეთში სხვანაირს თუ აი როგორ არის ეს რეპერტუარის შერჩევაში მხოლოდ თქვენ იგებთ მონაწილეობას თუ მამაც ჩართულია ამ ყველაფერში? საკვირველია ჩვენი ორივე ხელმძღვანელი რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი რეპერტუარის არჩევაში ძალიან
დიდი როლი უჭირავთ მათ. და ჩვენ ყველანი ერთად ვარჩევთ რეპერტუარს, ესეც მინდა გამოვიყო, რომ ახალგაზრდები ერთად ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მათთვის საინტერესო რეპერტუარსაც ჩვენ საკონცერტო პორტფოლიოში აუცილებლად ვამატებთ. რაც შეეხება რეპერტუარს, აი სწორედ მესით დაიწყო და გასტროლებით დაიწყო ჩვენი ისტორია, იმიტომ რომ ეს არის ნაწარმოები, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ჩვენ საგასტროლო ტრადიციასაც. რეპერტუარი არის ძალიან მრავალფეროვანი. როგორც საქართველოში ჩვენ გქონია კონცერტები და გამოსვლები, ისე ახლა ვემზადებით სწორედ გერმანიის გასტროლისთვის. სწორედ გეგმები მაინტერესებდა. სამომავლოდ რა ხდება? ანუ ეხლა პირველია, ასე ვთქვათ, ისეთ დიდი კონცერტი გერმანიაში გელით. დიახ. ჩვენი ისტორია დაიწყო ბერლინში, შემდეგ პარიზში, ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა წინა წელს და ახლა ვემზადებით გერმანიის საგასტროლო ტურნესთვის, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა როგორც ბემოლ მესას, ისე სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ნაწარმოებებს. აი ეს უცხოური ის სიმღერა მაგალითად რომელიც ახლა შეგვისრულეთ იქნება რეპერტუარში. რა თქმა უნდა იქნება რეპერტუარში. რა საინტერესო არის აი ამ მრავალხმიანობით მოსმენა იმ მუსიკის რომელიც მთელ მსოფლიოში არის ძალიან ცნობილი ნებისმიერი ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე საუბრობს. თუმცა ამაშია ჩვენი ქართველების გენიალურობა, რომ ყველაფრიდან შეგვიძლია რაღაც უცნაური და ძალიან ნიჭიერი გამოვიყვანოთ. და ლამაზი. მაუცილებლად უნდა გითხრათ კომპლიმენტი, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, არაჩვეულებრივად გამოიყურებით და ძალიან ლამაზი. უღმეს მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობა, წარმატებები ვუსურვოთ, როგორც აქ, ასევე საერთაშორისო ასპარესზე.